მოდი სპორტზე დავამთავროთ. ცოტა სხვაზეც უნდა ითქვას, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, გადავხედოთ პოლიტიკას. ორი მეგობრის სიღბალი ასე უცებ შეიცვალა. აბა ვნახოთ პრეზიდენტმა ვინ და რატომ შეიწყალა. ციხეში კაცი შევიდა, ბიზნესმენი ტანად თხელი, მადას არც აკუჩიო და იქაც ჭამას მიჰყო ხელი. ორი კაცი შეიწყალეს, ყველგან გაშუქებულია. ერთი ნაწუწმკამფეთს გავს და ერთი გასუქებულია. თეთრი წვერით მოდიოდა, თან მოჰქონდა დიდით ჩანთა, თოვლის პაპას მიამსგავსეს, მეორე კი გრინჩს აგავდა. აკაკის დამსგავსებია, გუნდში ამ სიტყვით ამკობდნენ, შეწყალებულზე ზოგადად კარგს ან არაფერს ამბობდნენ. მნებათა ღელვა მე მგონი, ცოტათი გადაუარა, 10 თეთრიანზე დაგხატავთ, 10 ლარიანზე თუ არა. სანამ პოლიტიკაზე ვბჭობთ, კახეთში დაიწყო რთველი. შეგენა. საწნახელში იწურება საფერავი, რქაწითელი, მაჭარი რომ ამღერდება შემოძახებს ქვევრი ლალე. ჩვენ მონოლოგი ვიკითხოთ, მინისტრი ქონებით თვალე. როგორი რთველი გაჩაღდა. მის შემდეგ მოდის ზავოდი. მერე კი სადღაც ორი თვე წვადი, არაყი, კრაოტი. მიხო პაპამ დაგვპატიჟა და იქვე სუფრაც გაშალა, სულო და გულო რა გინდა, წვადი, ყაურბა, ღაშლამა. ყველა აქა მოსული გულსად სულ ყველა გაგიღებს. ამ ქალაქელსა შეხედე გოდორის ნაცვლად სელფს იღებს. ხელში მტევანი ისეთ რთის, როგორც ნაკრძალში შველია, ნატოს სამიტის რანგისა საგარეჯოში თველია. კი ბატონო. მოდი შევთანხმდეთ ქართველებს, ღვინო ძალიან გვჭირდება, მაგრამ მაქვს ცუდი ნიუსი, იცოდით? ყავა ძვირდება. დამკამა. ოხ, ალბათ როგორ გიხარის სული და გული მტერო, 50%-ით ყავა ძვირდება ერო. ორი კოვზი შაქრით ვსვამდი. 10 ერთით მომიწევს. გვირილების ნაყენს დავლე ვიქნება გულზე მომიხდეს. კაპუჩინოს ფასებს ხედავ, ცაში არის ასული. თავარია ტკბილი მქონდეს დავაყოლოთ წარსული. ყავის ფასი გაიზარდა. დათან აღარ მცირდება. ესე იგი რა გამოდის? კითხაობაც ძვირდება? ყავა როგორ გააძვირეთ, ხალხი როგორ ატირეთ, მე ჯანდაბას გაპატიეთ. ვაკი არ გაპატიეთ. ისეთი რამე მომხდარა, ბლოგერებს სახი აეხა. ყავას ვინ დარდობს უეცრად, Google-ს და YouTube-ს დაეხა. YouTube-ი გაითიშა. გლეხო კაცო გაიხარე, პროგრამისტო და ჰაკერო, თავში კოხი გვაიხარე. YouTube-ს მოჰყვა თურმე Google-ი და პანიკა დაიწყო. ამ დროს დედ მამა და შვილმა ერთმანეთი გაიცნო. ინტერნეტის გათიშვასაც აქვს თავისი სარგებელი, ამიტომაც ზოგი ჭირი არის ხოლმე მარგებელი. ოხ, როგორ ვართ მიჯაჭვული ახალ ტექნოლოგიებზე. ალბათ უკვე ნათესავზეც წინ ვაყენებთ ზოგიერთზე. YouTube-ის გარეშე ხომ ჩვენ მუსიკა მოგვაკლდება. ჩემ შვილს როგორ შევაპარო დილით ადრე გვაქვს. მეგონა რომ მითი იყო და ამისი არ მჯეროდა. YouTube-ი გათიშულა ხალხი თავისით მღეროდა. ეს რა დილა გამითენდა ვრთავ და ვერ შევდივარ Google-ში, თუ ასე უნდა გაგრძელდეს, ტყვია დამაჭრდეთ შვილში. 180 გაზთა წნევა და თავმაც დაიწყო გრიალი, არ შედის არც ერთ საიტზე გაუდის ტრიალი. ხალხმა გაიცნო სხვა ხალხი, სოლიკი გახდა ჩუმი, 9 თვეში დაფიქსირდება შობიარობის გული. ქსოვრენები აგერ არ ყვავს. YouTube-ს რომ ცედოს ბანი. ზაზა, შოშიტა და რა თქმა უნდა, სეირანი.